ეხლა ერთი თავი მაინც უნდა წავიკითხო წიგნის. ეხლა ვკითხავ ამას ბრაიან ტრეისის მოტივაციას. ხო და მე ვნახოთ რას გავაკეთებ. ადრე ვაკეთებდი ხოლმე ესე რომ ყოველდღიურად მქონდა გეგმები ჩამოწერილი და ამ გეგმის მიხედვით მოქმედებდი და მე პირადად ძალიან მეხმარება ეს. და მე რაღაც პერიოდი შევეშვი და მივხვდი რომ ჩემს პროდუქტიულობაზე ძალიან იმოქმედა. და ეხლა გადავწყვიტე რომ ისევ დავუბრუნდე ამ პრაქტიკას. ან როგორ ვაკეთებ გეტყვით. კვირის ან დღის გეგმა მაქვს ხოლმე. ანუ მაქვს ზოგადი გეგმა, აი ზოგად მიზანი პროსორად და იმ მიზანს ვშლი მე მარტივ მომრავლებად, რა მინდა იმ მიზნისთვის გავაკეთო. და ვშლი პატარ-პატარა გეგმებად. აი მაგალითი რა გითხრათ. ატელიეს გახსნა მაგალითად. ამ ატელიის გასახსნელად რა გინდა რომ გავაკეთო, ანუ რა არის საჭირო, უნდა ჩამოწერო პატარა ნაბიჯები და თანმიმდევრულად დააწყო, აი როგორც კიბეები ისე. და შემდეგ ეს თითოეული კიბეც ცალ-ცალკე უნდა ჩაშალო. მაგალითად გაქვს საყიდი საკერავი მანქანა და ფული თუ გაქვს კარგია და თუ ფული არა გაქვს, მაშინ უნდა იშოვო, ხო? და ამ ფულის საშოვნელად რა უნდა გააკეთო კონკრეტულად? მაგალითად შეიძლება დანაზოგიდან ყოველთვიურად გადადო რაღაც თანხა, ეს უნდა გქონდეს მონიშნული, ან რაღაც დამატებით უნდა იმუშაო. ან კრედიტი უნდა აიღო, ან ასე შემდეგ. ანუ გააჩნია რა მიზანი არის, აი ძალიან დეტალურად უნდა იყოს ჩაშლილი. ეს პრაქტიკა დამეხმარა აწარმოეს გრანტის მოგებაში, მახსოვს. აი კედელზე მქონდა გამოკრული ზუსტად თავის თვალსაჩინოებებით. რის გაკეთება მინდოდა. და მე ერთხელ მოვხვდი, ანუ რაღაც ტრენინგზე რა, სადაც გვასწავლიდნენ მენეჯმენტს რა, დროის მენეჯმენტს და ასე შემდეგ და რაღაც ქვია ამ წესს, ანუ ეხლა მე რასაც გვიყვებით ეს ვიღაცის რაღაც ქვია მოკლედ, მაგრამ მასწავლეს იქ. ოღონდ მასწავლეს როგორ იცით? მე უკვე ვაკეთებდი ამას რა და ამიტყდა სიცილი, ანუ გამეცინა მეთქი თქვენ ეხლა რასაც მასწავლეთ, კედელზე მიკიდია თქო რა, ზუსტად მეთქი. ხედავ, ანუ მართლა მუშაობს ეს გეგმა. ასევე თვალსაჩინოებების გამოყრა, ანუ რაც გინდათ, მაგალითად სახლი გინდათ, ეს სახლი თქვენ როგორც გინდათ რომ იყოს, გამოაკარეთ, ანუ ამობეჭდეთ, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი სახლი რომ იქნება. მე ესეთი წარმომედგინა. სად არის? ესეთი. დაახლოებით. ადრე ვიდეოც მაქვს ამაზე ჩაწერილი. და მოკლედ ეგეც გეხმარებათ რა. ვიზუალიზაცია ქვია მაგ მეთოდს. ვიზუალიზაციის გაკეთება, რისი გაკეთებაც გინდათ, მაგალითად გინდათ რომ წლიური შემოსავალი გქონდათ 100,000 დაწერეთ ეს 100,000 ან აიღეთ რამდენი 10 ლარიანი და მიამატეთ ნულიანები რომ გახდეს 100,000 და გამოიკარით. ვიზუალიზაცია მოკლედ ეხმარება. ან გინდათ მანქანა მაგალითად, რომელი მანქანა გინდათ, შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან დახატოთ ან რაღაც. მე ახლაც მაქვს გაკრული. ისეთი მანქანა როგორც მე მინდა გაკრული მაქვს, ჩემი დახატული ოღონდ. და ამართლებს. იმიტომ რომ გინდა არ გინდა იმ მიზნისკენ მიდიხარ მე. გინდა არ გინდა რა, ანუ როდესაც მიზანი ჩაშლილი არის, მარტივი არის იმ მიზნისკენ სვლა. და მე აუცილებლად გამოდის. და კიდე დაამნიშნულოვანი არის აღნიშნა რა. ოღონდ აღნიშნა ანუ მადლიერება არის რა, ძალიან მნიშვნელოვანი. იმას აღნიშნავში არ გულისხმობ, ანუ ჭამასმით რაღაცა სადღე გრძელვები და მე ეს გავაკეთე მაგალითად რაღაცა. არის დავიკელე 5 კილო და წავედი მაკდონალდში და ჭამე დიდი ჰამბურგერი. ეს ამ აღნიშნავს არ გულისხმობ. გულისხმობ რომ მადლიერი უნდა იყო. არ ვიცი რისიც გწამთ. გინდათ ღმერთის, გინდათ სამყაროსი, არ ვიცი. რაც გაქვთ გულში არ არსებობს ადამიანი რომ რაღაცის არ წამდეს. და მადლობა უთხარით ღმერთს, სამყაროს რომ ის გამოგივიდათ, რაც ძალიან გინდოდათ. მე ამას ვაკეთებ ხოლმე
ყოველდღე. მადლიერი ვარ ღმერთის სამყაროსი. ყველაფრის აბსოლუტურად თუ კი რამე არსებობს, რომ ვართ იქ, სადაც ვართ, რომ ვართ ჯანმრთელად, უმრავლესობა ასე თუ ისე. და მოკლედ ასე და ასე შემდეგ რა. მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანი არის ცხოვრების ხალისისთვის და ხარისხისთვის. და წავედი ახლა მე წავიკითხო ეს мотиваცია. მართალი გითხრათ, დიდად აღფრთოვან, ანუ ვაიმე გადავირი არ არის. როგორც წიგნი იცით, მენეჯერებს ძალიან გამოადგებათ და გირჩევთ მენეჯერებს, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ. თვით мотиваციისთვის ისე რა, მაგრამ არის რაღაცები, რაც ვისწავლე და გამომადგება. რაღაც ტექნიკები. მე შეიძლება ჩავწერო ამაზეც ცალკე ვიდეო. წავედი ახლა. მოსაბიძიჭკი მაქვს.